ეფესელთა პირველი თავის მერვე მუხლში წერია ასეთი სიტყვები, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით ცოდვების მიტევება, მისივე მადლის სიმდიდრით, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ და შემდეგ გრძელდება, ესოდენ უხვად რომ გვიბოძა. და შემდეგ გრძელდება, რომელიც შემდეგ მუხლს ეკუთვნის. პავლე მოციქული საუბრობს იმ კურთხევაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი უხვად გვაქვს. როდესაც ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, ის ფიქრობს ბევრ რამეზე. სახლზე ფიქრობს, ოჯახზე ფიქრობს, შვილებზე, მომავალზე და ასე შემდეგ. და ადამიანები ცდილობენ, რომ რაღაც დააგროვონ, რაღაც კონდეს. ბევრი ადამიანი, როდესაც მოხუცდება, ამბობს ხოლმე, რომ ვერ განხორციელდა, რაღაცამ ხელი ვერ შეუშალა. ზოგი ფიქრობს, რომ განხორციელდა. მე მინახავს მოხუცები, რომლებიც გულნაკლულები არიან, რომ არ შეეწყო ხელი, იტყვიან ხოლმე, რომ პატრონი რომ ყოლოდაო, ამასა და ამას გავაკეთებდიო. მაგრამ ზოგიერთი მოხუცი იტყვის ხოლმე, რომ შვილო, მე ყველაფერი ვნახე, მე ჩემი ცხოვრება გავიარე, ეხლა შენ უნდა გქონდეს ყველაფერი, ხო? ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, მაგრამ ღმერთის სიტყვა გვეუბნება ჩვენ, რომ თუ შენ არა გაქვს შენს ცხოვრებაში შეძენილი უმთავრესი რამ, რაც არის იესო ქრისტეს მიერ გამართლება, მაშინ შენ თურმე არაფერი არ შეგიძენია შენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ როდესაც გადავდივარ ჩვენ სხვა ცხოვრებაში, გარდავიცვლებით, ხო? ვერაფერს ვერ წავიღებთ აქედან. სახლიც ავაშენეთ ყველაფერი, მაგრამ სულ ყველაფერი რჩება აქ, როგორც ნათქვამია, შიშველი მოვედი და შიშველი წავალო. მაგრამ ერთადერთი, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიყოლო, ეს არის გქონდეს გამართლება. ხოლო გამართლება მოდის თქვენ იცით მადლით, ანუ საჩუქრად, კეთილგანწყობით, თუ შენ გწამს, რაც მოხდა გოლგოთის ჯვარზე, თუ შენ გწამს, რომ გოლგოთის ჯვარზე შენ მართლა მოგცა იესომ თავისუფლება, მაშინ ამ რწმენის საფუძველზე შენ ხდები მართალი მამის თვალში და თქვენ იცით ამის შესახებ. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენ ეს მადლით გამართლება, რამდენად უხვი არის ღმერთისაგან. ეს კი არ არის, ისე კი არ არის, რომ რაღაც ცოდვები მეპატია და რაღაც ცოტა დამრჩა. არამედ გეპატია ყველაფერი უხვად იესო ქრისტეში. დიდება უფალს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ღმერთი როგორია, იცით? იმის და მიხედვით სად დადიხარ შენ, ან რა საზოგადოებაში ხარ, რას ისმენ, იმის მიხედვით გაქვს შენს წარმოდგენა ღმერთზე. მაგალითად ზოგიერთი სგონია, რომ ღმერთი არის საშინელი, მრისხანე და ასე შემდეგ. ზოგიერთი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული და ყველაფერს, რასაც გააკეთებ, გეპატიება. როგორია ღმერთი, როგორია მისი ფიქრები, როგორია მისი დამოკიდებულება, მისი აზრები, ყველაფერი ჩანს იესო ქრისტეში. როდესაც იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, ბევრი რელიგიები იყო და მათ შორის ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეხედულება იყო სხვადასხვანაირი. როდესაც ის მოვიდა დედამიწაზე, იუდეაში მოვიდა, თქვენ იცით, იქ იყვნენ ფარისევლები, მწიგნობრები, მღვდლები, ტაძარი, რიტუალი, ყველაფერი იყო, კანონები, ყველაფერი ჰქონდათ. მაგრამ როდესაც მოვიდა იესო ქრისტე ამ საზოგადოებაში, იესო ქრისტე მათ უთხრა, წიგნს, რომელსაც თქვენ კითხულობთ, ჯულის წიგნს, სწორია ეს წიგნი, ჭეშმარიტის წიგნია, ყველაფერი, რაც არის მოსეს 5 წიგნი, ყველაფერი კარგად წერია, მაგრამ რო კითხულობთ, არასწორად იგებთ მას. აი ხლა მე წავიკითხავ და გეტყვით, სწორი რომელი არის.
და მერე თქვა რომ ვინც მე მხედავს იესომ თქვა მამას ხედავს თუ გინდათ იცოდეთ როგორია ღმერთის ფიქრები როგორია ღმერთის განწყობები რა მოსწონს რა არ მოსწონს შემხედეთ მე მოусმინეთ ჩემს სიტყვებს და გაიგებთ როგორია ღმერთი ამიტომ როდესაც კითხულობენ ნეტა როგორია ღმერთი შეხედე იესოს დაუკვირდი მის სიარულს დაუკვირდი მის სწავლებას დაუკვირდი მის მოქმედებას ყველაფერს და მიხვდები როგორია მამა როგორი არის ღმერთი და პავლე მოციქული ამბობს რომ ღმერთი წუწურაკი არ არის ღმერთი ღარიბი არ არის ღმერთი ისეთი არ არის რომ გაითვლის ჯიბეში რომ ჩაიყოფ ხელს ეხლა მოდის ზის ქუჩაში სიტყვა შემწეობა რო უნდა და შენ ჩაიყოფ ჯიბეში ხელს ხურდები გააქვს და ათვალიერებ რკინის ლარიანია თუ 2 ლარიანია თუ 20 თეთრიანია რომელი ჩაუგდო ასეთი არ არის ღმერთი ღმერთია რომ ჩაიყოფს ხელში და რაც მოყვება იმას ჩაგიგდებს ღმერთის ბუნება არის ასეთი ღმერთი არის კურთხეული ღმერთი თუ გაკურთხებს შენ გაკურთხებს ისე რომ გადადინდეს ყველაფერი დიდება ჩვენ უფალს ჩვენ ღმერთთან მიტო კი არ მივიცით ჩვენ როგორ ღმერთთან მივდივართ ჩვენ ასეთ ღმერთთან მივდივართ მამასთან დიდებულ ღმერთთან მივდივართ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე როგორია შენი ღმერთი შიშით კი არ მივდივართ იცით ძვირფასებო ამას წინათ ვკითხულობდი რომ ერთ-ერთ ხატზე ისტორიას და ესე იგი ერთ-ერთმა მონაზონმა ჩაიარა რაღაც არასწორად მოიხსენია ეს ხატი თუ რაღაც სიტყვა თქვა და ამ ხატმა დასაჯა და დასჯილი იყო ეს არ არის ღმერთის სწორი აზროვნება ღმერთი ასეთი არ არის ღმერთი არის ისეთი რომ შენ მიხვდე გაკურთხო შენ რომ რაღაც თქვი და ის გაბრაზდა გაიფხორა და აღარაფერი არ მოგცა ღმერთი არის მამა დიდება ჩვენი იესოს და მე ადრეც მაქვს ნათქვამი ძვირფასებო როდესაც სტუმრად მიდიხარ სახლში ხო ერთ-ერთმა ქადაგებელმა თქვა და ჩამრჩა გულში სტუმრად რომ მიდიხარ სადმეს რაც არ უნდა მშიერი იყო არ ეტყვი შენ მასპინძელს რომ აბა რა გაქვს საჭმელი მაცივარში რა გიდევს არა დაჯდები და თუ ეხა რაღაცას მოგიტანენ თუ იმერელი ხარ ეტყვი რომ ნუ შეწუხდები რაც არ უნდა გშიოდეს ხო და რასაც მოგიტანენ იმას შეჭამ არ ეტყვი რომ ეს რა არის რამე სხვა არაფერი გაქვს მაგრამ როდესაც შენი მშობლების სახლში მიდიხარ დედა გაქვს რამე საჭმელი მშია ძალიან ხო ანუ ჩვენ მამის სახლში ვართ დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს უხვი დიდებული კარგი მამის სახლში ვართ და პავლე მოციქული ამბობს რომ ყველა მისი საჩუქარი არის დიდებული რომელთა 5:20-ში წერია რჯული იმისთვის შემოვიდა პავლე მოციქული წერს რომაელებს რჯული იმისთვის შემოვიდა რომ დანაშაული გამრავლებულიყო ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა მადლმაც გადააჭარბა ცოტა თარგმანი არ არის კარგი და განგიმარტავთ პავლე მოციქული ამბობს რჯული იმისთვის შემოვიდა რომ დანაშაული გამრავლებულიყო საუბარია მოსეს ჯულზე თქვენ იცით ძვირფასებო რომ როდესაც ადამ და ევა შეიქმნა ღმერთმა შექმნა ქალი და კაცი ედემის ბაღში და კარგი ცხოვრება იყო მუშაობა არ ჭირდებოდათ ყველაფერი საჭმელი იყო ხო მცენარეული ცხოველს მაშინ არ ჭამდნენ და უბრალოდ უნდა მოევლო ბაღისათვის ადამს და ევას მაგრამ მერე შესწოდეს და თქვენ იცით ეს ისტორია
მაგრამ ადამ და ევას დროს რჯული არ იყო არაფრის. ეს შეიძლება გააკეთო, ის არ შეიძლება გააკეთო. მხოლოდ ერთი იყო ის, რომ არ უნდა შეხებოდნენ სიცოცხლის ხეს გარჩევისა, კეთილისა და ბოროტისა. მაგრამ შემდეგ, როდესაც შესწოდეს, შემოვიდა მოსეს რჯული. რა არის ეს მოსეს რჯული? ეს არის მთელი კოდექსი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. და როდესაც რჯული შემოვიდა, ბევრი რამ კოდექსში იყო ჩაწელი, რომ დანაშაული არის. რა შეიძლება ეს შევადაროთ? მაგალითად, დღეს ტროტუარზე დგომა არის დანაშაული. საიდან გაჩნდა ეს, რომ დღეს დანაშაულია ტროტუარზე დგომა? იმიტომ რომ კანონი შემუშავდა. და როდესაც რჯული დაიწერა, ამ რჯულის თანახმად უკვე ბევრი რამ ცოდვად ჩაითვალა. მაგალითად, თუ აბრაამს ჰყავდა რამდენიმე ცოლი, არ იყო რჯული და შეიძლებოდა ყოველდღე ცოლი. მაგრამ როდესაც რჯული შემოვიდა, უკვე გარკვეული, ასე ვთქვათ, რეგულაციები იყო და დანაშაული გამრავლდა. კი არ გამრავლდა იმ კუთხით, რომ დანაშაულებები უფრო ბევრი გახდა. უბრალოდ რჯულმა რაღაც მოქმედება ჩათვალა დანაშაულად უკვე. მაგრამ როდესაც ეს ცოდვა გამრავლდა, ანუ დანაშაულებები რჯულით ბევრი რამ არის დანაშაული, მაგალითად შენ რომ დღეს დაიწყებლები, ხო? ან რაღაც ცუდს გააკეთებ, მაგალითად იმრუში ან რაღაც, ხო? ეს რჯულით არის დანაშაული და ცოდვა. მაგრამ როდესაც ეს რჯულით ამდენი ცოდვა დაგედო, ეხლა როდესაც ეკლესიაში მოდის ადამიანი, ჩვენ ვეუბნებით, რომ გადამეტებული ღვინის სმა უკვე ცოდვა არის. მაგრამ თუ არ ახარ ეკლესიაში, იცვი და იქეიფე. ქვეყნიერებაზე მიჩნეულია მაგალითად, რომ რა მოხდა ეხლა, კაცი გაისეირნებს და გამოისეირნებს, მაგრამ ეკლესიაში რომ მოხვედი, უკვე ამისათვის შეიძლება გარკვეული ეკლესიური სასჯელი დაგედოს, ხო? ანუ აქ უფრო გამრავლებულია ცოდვა იმ კუთხით, რომ ბევრი რამ ცოდვად ითვლება. მაგრამ მადლმა გადააჭარბა. რას ნიშნავს ეს? თუ მოინანიებ, მაშინ შენ ყველა დანაშაული გეპატიება. დიდება იესოს. მაგრამ რჯულის ქვეშ თუ ხარ, იქ რაც არ უნდა ინანიო, არ გეპატიება, იმიტომ რომ თუ იესო არ არის იქ, მაშინ არავინ არის, ვინც დაფარავს შენს ცოდვას. იმიტომ რომ მხოლოდ იესოს შეუძლია ჩემი ცოდვა აიტანოს. დიდება იესოს. ეფესელთა 1:9-ში წერია: ყოველგვარი სიბრძნით და გონიერებით გვაუწყა, რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით წინასწარ რომ განიზრახა მაშინ. ვიზი არის ლაპარაკი ღმერთზე. ღმერთს აქვს სიბრძნე და გონიერება, ძვირფასებო. დაწერილია სიბრძნით და გონიერებით. იცით რა, ღმერთის სიტყვა და რწმენა არის სიბრძნეში და გონიერებაში. იცით, ზოგი ფიქრობს, რომ რაღაც მექანიკურად შეუძლია ღმერთთან ურთიერთობა. აი მაგალითად დაზეპირებული ლოცვები, ხო? ავიღებ ლოცვანს, დავიზეპირებ და ყოველ დილით შუადღეზე და საღამოს უკითხავ ერთი და იგივეს ღმერთს. ეხლა წარმოიდგინეთ შენ, რომ შენი შვილი მოდიოდეს ყოველ დღე, დილა, შუადღეზე და საღამოს გეუბნებოდეს: დედა, მამა, მიყვარხარ ძალიან, გთხოვ რომ ეს გააკეთო, ის გააკეთო, შუადღეზეც იგივე, საღამოც იგივე და ყოველ დღე ერთი და იგივე. რას ეტყვი, შვილო, მე რობოტი კი არა ვარ. დამელაპარაკე, მითხარი შენი ცხოვრების შესახებ, რაღაცა გააკეთე ისეთი, რომ მართლა გამეხარდეს. ამიტომ ღმერთის სიბრძნითა და გონიერებით უნდა იყო უფალთან ურთიერთობაში. ჩვენა ვართ ღმერთის
სახად შექმნილი. Როგორიც არის ღმერთი, ჩვენ ვართ მისი მსგავსები. Როგორ ჩვენა ვართ გონიერი არსებები, როგორ ჩვენა გვაქვს ემოციები და ღმერთის სიტყვაში თქვენ ნახულობთ, ღმერთი როგორი ემოციური არის. უხარია კიდეც. ესე იგი სატანასთან ურთიერთობა, სატანა რო ლაპარაკობდა ღმერთთან, ნახეო იობიო, ჩემი შვილიო, როგორიაო. აბაყობს კიდეც ზოგიერთით. ამიტომ, როდესაც შენ ღმერთთან ურთიერთობ, ხო, შენ როგორც შენახარ, ისეთი არის ღმერთიც. ისე უნდა ესაუბრო, აუხსნა, ისე უნდა ელაპარაკო, ისე უნდა გადმოღვარო გული, როგორც ჰანამ გადმოღვარა, რომელსაც სწავლობ ჩვენ ახლა მეფეთა წიგნებში, ხო? გადმოღვარა თავისი გული ღმერთის წინაშე. შენ კიდე მექანიკურად, ესე იგი, უიმე დღეს 6 საათზე არ მილოცია. რას რატო 6 არ გილოცია, 7-ზე ილოცე. 7-ზე ელაპარაკე უფალს. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო. ანუ ღმერთმა თავისი სიბრძნით, თავისი სიდინჯით, თავისი გონიერებით გვითხრა, გაგვიმხილა საიდუმლო. იცით ძვირფასებო, აი, როდესაც შენ გაქვს რაღაცა ისეთი, რომელიც არავის არ გინდა უთხრა, მაგრამ ვიღაცას გაანდობ ამ საიდუმლოს. ვის გაანდობ? ქუჩაში გამვლელს? ვინ შეგხვდება? ვისაც პირი აქვს დაღებული და ყველაფერს ლაპარაკობს? არა, ყველაზე ერთგულს. ვინც შენი გულის სანდო არის, ვინც გიყვარს, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია შენთვის. როდესაც გოგონას ბიჭი უყვარს და ესე იგი ჯერ ისეთი სიტუაცია არის, ხო? ბოლომდე ვერ გარკვეულა უყვარს, არ უყვარს, ცოლად მიყავს, არ მიყვარს, ვისეუბნება პირველს? ვინც ყველაზე ახლოს არის. და იცით კიდე რა ძვირფასებო, საიდუმლო შენახვა ძალიან რთული არის. ხო ასე არის. როდესაც რაღაცას განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია, გინდა რომ ყველამ გაიგოს. მამას ჰქონდა სასიხარულო ამბავი შენთვის. რა არის ეს სასიხარულო ამბავი? რომ ჩვენ ვიქნებით მის ტახტზე მართლები. ამინ. და ეს სასიხარულო ამბავი გაგვანდო, ეს საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო, გვითხრა ჩვენ და დღევანდელ დღეს ჩვენ ვიცით ამის შესახებ. დიდება იესოს. ეს არის სასიხარულო ამბავი, ევანგელие, რომელიც ვიცით თავისი სურვილით, მას სურვილი ქონდა, რომ ეს საიდუმლო მარტო მას არ ცოდნოდა, ჩვენს გცოდნოდა, ჩვენს გაგხარებოდა და ჩვენც მასთან ერთად ყოფილიყავით. იცით ძვირფასებო, აი მე ვიცი საიდუმლო, რომ თუ დღეს წავალთ დაუშვათ ამადა მაღაზიაში, დღეს არის ფასდაკლება 80%, ხვალ აღარ იქნება. რა გინდა, შენ გინდა რომ ყველას გააგებინო, რომ ძალიან დიდი ფასდაკლება არის. და ღმერთს ჰქონდა ეს საიდუმლო, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ჩვენ კი აღარ მოკვდებით, არამედ ვიცოცხლებთ და ვიქნებით მასთან ერთად. და ეს საიდუმლო იყო და საიდუმლოა სამწუხაროდ ბევრისათვის და ჩვენ გვინდა რომ ეს საიდუმლო მანაც გაიგოს, რომ მისთვისაც არის ის კურთხევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ღმერთისაგან. ამიტომ ამბობს მამა, რომ ეს საიდუმლო, რომელიც შენ გაგიმხილე, სხვასაც უთხარი, რომ მანაც მიიღოს ეს კურთხევა, მანაც მიიღოს ეს გამართლება. დიდება იესოს. და რა არის ეს საიდუმლო? ირწმუნე, რომ შენი ცოდვები იესო ქრისტე მაიტანა ჯვარზე, მისი სამართლიანობა გახდა შენი საკუთრება, დაიჯერე, ირწმუნე და თუ შენ ამას ირწმუნებ, მაშინ იცოდე, რომ იქნები მართალი. დიდება ღმერთს. და დაწერილია, რომ ეს თავისი სურვილით უნდოდა მამას.
მამას არ უნდა რომ ჩვენ ჯოჯოხეთში წავიდეთ, რომ ჩვენ დაღუპულები ვიყოთ, მისი სურვილია მასთან ვიყოთ ზეცაში, რომ ვცხონდეთ და ღმერთი და ცხონება არც ქელეხით მოდის, ვიღაცა რომ ჭიქას აწევს და ღმერთმა აცხონოსო, მის ლაპარაკს არავითარი ძალა არ აქვს. რამდენადაც დიდი ქელეხი არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მხატვრულად თქვა, ღმერთმა აცხონოსო და Facebook-ზე რაც არ უნდა წერო, ღმერთმა აცხონოს და ცხონებული იყოს, ზეცაში არავითარი ძალა არ აქვს მას. ეს მხოლოდ შენი სურვილი აქვს, სურვილია, მაგრამ ძალა აქვს, როდესაც შენ სიცოცხლეში იტყვი, მე მწამს უფალო და მე მოყვები შენ, მე მწამს რომ ჩემი ცოდვები გაეკრა გოლგოთის ჯვარზე და მე ნაპატიები ვარ, ეს შინაგანად მწამს, ვიცი რომ ბოროტი ვეღარ დამადანაშაულებს. დიდება იესოს. დაწერილია წინასწარ განიზრახა მასში, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ ღმერთი სანამ შექმნიდა სამყაროს ძვირფასებო, ხო? ისი არ ყოფილა, რომ მამამ ღმერთმა შექმნა, ესე იგი, ცა და დედამიწა და თქვა, კარგი არის, მოდი რაღაცას მიუმატებ და მერე ყვავილები შექმნა, ყვავილებიც მომწონს, მოდი ახლა კაცს შევქმნი, კაციც მომწონს, ახლა თევზებს შევქმნი და ასე შემდეგ. ბოლოს ადამიანი შექმნა, მანამდე იყო ეს ყველა. ასე არ ყოფილა. ისი არ არის ძვირფასებო, რომ ახლა ადამიანს უნდა გააკეთოს სკამი. და გამოჩახა ფეხი. მეორე ფეხსაც გამოვჩარხავ. მერე 4 ფეხი გამოჩარხა, მოდი ზევიდან ხوار დავაჭედო რაღაცა. ასე არ არის, თავიდანვე გონებაში ყველაფერს იცის, როგორი სკამი გააკეთოს, მიდის მერე შესაბამის ხეს ყიდულობს, შესაბამის დაზგას და მის გონებაში უკვე სკამი არის და ამ სკამს ქმნის მერე. ასე იყო ღმერთმა, როდესაც შექმნა სამყარო, მის გონებაში უკვე ყველაფერი იყო თავიდან, როგორ იქნებოდა თევზები, ფრინველები, ადამიანები, მერე მან წინასწარცნობით შეხედა, რომ ადამიანები შესწოდავდნენ და შეხედა წინასწარ იესო ქრისტეს. ამიტომ არის დაწერილი, რომ სანამ ჩაისახებოდი დედის მუცელში, მანამ შეგხედეო მეო. ღმერთმა წინასწარ შეგვხედა ჩვენ და შეგვხედა და წინასწარ როდესაც შეხედა ჩვენს გულს იფიქრა, ეს ადამიანები არ უნდა დაიღუპონ, ესენი ჩემთან უნდა იყვნენ და ისინი უნდა მოვიდნენ იესო ქრისტეში, იმიტომ რომ ის კეთილი ღმერთია, მან მისთვის არ შექმნა რომ დავღუპულიყავით, შექმნა იმისათვის რომ დიდებაში ყოფილიყავით. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს და როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთი გვიყვარს, იცით, მიტო გვიყვარს ღმერთი, რომ კარგი არის. შეუძლებელია შენ თქვა, რომ მიყვარს ღმერთი, თუ არ იცნობ მას. მაგრამ როდესაც გაიცნობ, მერე უფრო შეგიყვარდება. იცით, ძვირფასებო ურთიერთობაში მოდის ეს ყველაფერი. ხა ჩვენი ძმა რობერტო რო იყო აქ, ხო? თავიდან მივესალმეთ, მაგრამ სიტყვა რო თქვა, ჩვენი გრძნობა უფრო სხვანაირი გახდა. ხო, ასე არის. ახლა როდესაც სახურება დამთავრდება, შეიძლება სხვა გრძნობით დაემშვიდობო. ამაში არის ღმერთთან ჩვენ ღმერთი მიტო გვიყვარს, რომ ვიცით მისი ჩვენთან ურთიერთობა, ვიცით მისი კურთხევა, ვიცით როგორ გვამხნევებს სიტუაციაში, ვიცით რომ ის ცოცხალი არის. როდესაც ჩვენ საფლავზე მიდიხარ, საფლავში რას ეძებ? რა უნდა ცოცხალ საფლავში, როდესაც რაღაც ხესთან ან უძრავ საგანთან მიდიხარ, რა გინდა იქა, როცა ცოცხალია უფალი, როდესაც შენთან არის, როდესაც გელაპარაკება, როდესაც ვიცი როგორია ის ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ მიყვარს და ვაფასებ მას. დიდება იესოს. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, რომელთა 11:33-ში წერია. პავლე მოციქული ამბობს, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე, როგორი ჩაუწდომელნი არიან მისი სამართალი და მიუკვლეველნი მისი გზები. ნახეთ, პავლე მოციქული უფრო ღრმად შედის ღმერთში, ძვირფასებო. საფლავი არასოდეს არ შეგიყვანს სიღრმეში.
ეხლა მე რაც არ უნდა მიცვალებულების საფლავებზე ვიარო და ველაპარაკო მათ, ვერაფრით ვერ გავიგებ მათ გრძნობებს. მაგრამ როდესაც ცოცხლად შედიხარ ურთიერთობაში, მაშინ გებულობ რამდენად ღრმა არის ადამიანი და ნათქვამიც არის ილაპარაკე რომ დაგინახო. როდესაც ღმერთი გელაპარაკება შენ და შენ ესაუბრები ღმერთს, შენ უფრო ღრმად ხვდები ვისთანა გაქვს საქმე. როდესაც შენ სიტყვას კითხულობ, იესოს მოქმედებებს კითხულობ, შენ ხვდები, მე პირადად ასე ვარ და დარწმუნებული ვარ თქვენ, იესო რას განიცდიდა და ვაკავშირებ ჩემს ცხოვრებას. როდესაც წავიკითხე გეციმანიის ბაღში იესოს განცდები, ძალიან დამეხმარა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი განცდები დამეკავშირებია მასთან. ზოგიერთთვის იესო არის რაღაც, ესე იგი, მიუწვდომელი, მიხვალ და იესო ეს მომეცი, ის მომეცი, რაღაც რიტუალს ჩაგიტარებ და აბა შენიც, მე ჩემი გზა მაქვს, შენ შენი გზა გაქვს. მაგრამ უფალს უნდა მასთან ერთად იცხოვრო. მასთან ერთად კონდეს სიხარული და მასთან ერთად კონდეს განცდები. იცით, მე მიყვარხარ შენ იესო, მაგრამ ისე ხა როგორ ცხოვრობდი და რა იყო, არც ახლა მაინტერესებს და არც მერე მაინტერესებს. მე ჩვენ ვეუბნებით, რომ წაიკითხე სახარება, იესოს ცხოვრება, ის არ კითხულობს, მე არ მაინტერესებს ახლა იესოს ცხოვრება, თავარია ხო ზეცაში არის და დამეხმარება რაღაცას. მაგრამ უფალს უნდა შენი გული. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. დიდება იესოს. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, ასე იწყება. წარმოუდგენელი არის სიღრმე ღმერთისა და რაც უფრო ხარ ურთიერთობაში, უფრო ღრმად ხვდები ამ ყველაფერს. იგავის 8:12-ში წერია ძვირფასებო. მე სიბრძნე გონიერებასთან მკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას პოვებ. ღმერთის სიტყვა და ღმერთთან ურთიერთობა, ეკლესია ზოგადად კავშირშია სიბრძნესთან, გონიერებასთან და ცოდნასთან. როდესაც ქუჩაში გაევლი და ვინმეს რამე შეეკითხები, ხო, უმეტესობამ არაფერი არ იცის. ხო, არა აქვს განათლება, რო უთხრა ეხლა მადლი რა არის, დაუშვათ რო კითხო ეხლა რაღაც ღმერთის სიტყვიდან, ხო, ზიარება რა არის რო კითხო, შეიძლება ვერც გითხრას სწორი პასუხი, მაგრამ საერთოდ ღმერთი არის წიგნიერი. უწიგნური ღმერთი არ არის. ანუ პირველი წიგნი, ღმერთმა თვითონ დაწერა. ზოგი ამბობს, რომ არა წაკითხო, არ არის საჭირო, იქ რიტუალი ჩაატარე და დამთავრდება ეს ყველაფერი. პირველად, როდესაც ღმერთმა 10 მცნება მისცა მოსეს, თავისი თითით დაწერა. ისე კი არ თქვია, მოსე ახლა მე გეტყვი, შენ დაიზეპირე და მე გადაეცი სხვებს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს გადმოცემით არის ასეთი. ღმერთი ამბობს, არა გადმოცემით, არა იესოც ამბობს ამას, დაწერილია. რაც დაწერილია, ის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თვითონ ღმერთი არის ინიციატორი დაწერის. დაწერილია, რომ თავისი თითით დაწერა ცნება, თავისი მარჯვენი, თავისი თითით დაწერა. ამიტომ დაწერილი არ უნდა უგულებელყო. მაგრამ ხშირად არის ხოლმე დაწერილს არა არიციან რა წერია, მაგრამ გაგონილი ზეპირად იციან. იციანი გლობიანი როდის უნდა გამოაცხონ, იციანი რაღაც სანთელი როდის უნდა არ უნდა ჩაქრეს, მიცვალებულს როდის ესე იგი უნდა წაუქციონ, ყველაფერი იციან ზეპირად, მაგრამ დაწერილი რაც არის, ეს არის მნიშვნელოვანი ძვირფასებო. და სიბრძნე გონიერებასთან და ცოდნასა და წინდახედულობას პოვებო. დიდება იესოს. პავლე მოციქული წერს ეფესელებში, გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო. გვაუწყრა, გვითხრა ის საიდუმლო რაც არის. დიდება უფალს და ეს საიდუმლო არის სახარება, მისი გეგმა და მისი მიზანი რომ ჩვენ გქონდეს
მარადიული სიცოცხლე. თუ შენ ამ ქვეყანაში ხარ და არ ხარ დარწმუნებული, რომ გაქვს მარადიული სიცოცხლე უკვე, იცოდე, რომ არაფერი არ გაგიკეთებია. ყველაზე მთავარი, რაც არის საჭირო, ის არა გაქვს. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ ადამიანები მშვიდად მიდიან ამ ქვეყნიდან და გონიათ, რომ თავი ქუდში აქვთ. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ადამიანებისათვის. გონიათ, რომ თავი ქუდში აქვთ და გონიათ, რომ გამართლებულები არიან და სასამართლოზე არ წარსდგებიან, მაგრამ მათ არ იციან, რომ ის, რაც ნათქვამია, ყველაფერი რეალობა არის. შენ უნდა იყო დარწმუნებული, რომ გაქვს მარადიული სიცოცხლე. თუ ამაში არ ხარ დარწმუნებული, სასწრაფოდ ეძებე, ვარ თუ არა ესე. არის ერთი ძალიან კარგი საგალობელი ძვირფასებო, რომლის სიტყვები ასეთია: ღმერთო, მაცოდინე, ჩემი სახელი ჩაწერილი თუ არის სიცოცხლის წიგნშიო. ეხლა მე გეკითხები თქვენ, საიდან ახარ დარწმუნებს? ზოგმა არც იცის სიცოცხლის წიგნი თუ არსებობს. ეხლა რომ გახვიდე და იკითხო, რომ აბა ზეცაში რამდენი წიგნი არის, ხო? ნუ ვერ გიპასუხებს ვერაფერს. შეიძლება ზოგმა თქვა სიცოცხლის წიგნი არსებობს. კიდე რა წიგნებია ზეცაში? ნუ ვერ გიპასუხებენ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ იქ არის საქმეებია ჩაწერილი წიგნი არის მეხსიერების წიგნი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ სიცოცხლის წიგნში თუ აღმოჩნდა, რომ შენი სახელი არ არის ჩაწერილი, ყველაზე უბედური ადამიანი შენ იქნები. და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ წიგნები არ იქნება, იქ იქნება უმაღლესი ტექნოლოგიის რაღაც საშუალებები, სადაც ყველაფერი იქნება ჩაწერილი. და ჩვენ ვიცით, რომ ის ვინც იესო ქრისტეში არის, მისი სისხლის შლის ყველა ცოდვას, დიდება უფალს. ამიტომ იცით ძვირფასებო, ადამიანები ისე ცხოვრობენ, ფიქრობენ, რომ მოკვდებიან და დამთავრდება ყველაფერი. არა, ჩემო მეგობარო, ყველაფერი გაგრძელებადია. ამიტომ ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება მარადიული სიცოცხლე. ეფესელთა 3:11-ში წერია: სამარადისო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენ უფალ ქრისტე იესოში, ვინ ღმერთმა, მამამ. თქვენ იცით, რომ მამის მთელი დიდება არის იესო ქრისტეში. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქრისტე ღმერთი არის, რატომ ვამბობთ? იმიტომ რომ მამა და ქრისტე არის ერთად, ერთნი არიან დღევანდელ დღეს. და დაწერილი არის, რომ სამარადისო განზრახვა იყო ჩვენთვის, შენთვის. რა არის შენთვის სამარადისო განზრახვა? ეს არის ძირითადი კითხვა დღეს ადამიანისათვის. ადამიანი ცით ბოროტი რასაკეთებს? ბოროტი ცდილობს, რომ ადამიანმა არ დასვას თავის თავზე ეს კითხვა. იმდენ რაღაცებს მიაყრის ინფორმაცია, იქ პოლიტიკა, იქ ბიზნესი, იქ ცხოვრება, პირადი ცხოვრება, იმდენი საქმე აქვს დღეს ადამიანს, რომ სათცალია ეს კითხვა დასვას. მე ესე იგი ჩაწერილი ვარ თუ არა სიცოცხლის წიგნში. ამიტომ არის კვირა დღე მნიშვნელოვანი ძვირფასებო. 6 დღეს შენ ამ ორომტრიალში ხარ, მაგრამ მე-7 დღეს, როდესაც მოდიხარ ეკლესიაში, როგორც ჩაქუჩი, ისე გახსენებენ ღმერთის სამეფოს შესახებ. ამიტომ არის საჭირო, ამიტომ თქვა ღმერთმა იცოდა შენი ამბავი. ამიტომ თქვა ერთი დღე გამოყავი და წმინდა იყოს, რისთვის, რომ შენ გახსენდებოდეს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენ ცხოვრებაში, დიდება იესოს. და მან განიზრახა, რომ განეხორციელებინა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეში. არ არსებობს სხვა სახელი, რომელშიც შესაძლებელია, რომ ეს განზრახვა განხორციელდეს. ესაიას 14:24-ში წერია: დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა, როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება, როგორც განვიზრახე, ისე აღსრულდება. რას ნიშნავს ეს? თუ ღმერთმა თქვა, რომ იესო ქრისტეში არის
ჩვენი გამოსყიდა და მარადიული სიცოცხლე ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად აღსრულდება. თუ შენ დებ იმედს იესო ქრისტეს ჯვარცმაზე, იცოდე, რომ იმედი არ გაგიმტკუნდება. თუ შენ იმედს დებ სხვა რაღაცებზე, თუნდაც შენ პასტორზე, შენს მოძღვარზე, ჩემ მაგივრად თქვენ არ იფიქროთ, რომ ზეცაში რო წარსდგებით ახლა ქრისტეს წინაშე, იქ მე გამოვარდები და ვიტყვი, ეს ჩვენიანია, კაცო, ეს ჩვენთან დადიოდა. არა, ჩემო მეგობარო, ყველა თავისი თავისთვის პასუხს აგებს ღმერთის წინაშე. აი მე მართლმადიდებელი ვარ, მე ქართველი ვარ, მე ისა ვარ, მე ესა ვარ. არაფერი არ მუშაობს. მუშაობს ერთადერთი რამ ზეცაში, რომელიც შენ გაგამართლეს, ეს არის სახელი იესო ქრისტე. და თუ იესო ქრისტე იტყვის, ვიცი, მისი გული, მის გულში არის რწმენა ჩემი ჯვარცმისა. აი ეს სიტყვები გაგამართლებს. დანარჩენი ყველაფერი, რაზეც დებ იმედს არის ტყუილი, ყველაფერი გამოგეცლება. საიდან ვიცი? სიტყვიდან ვიცი. ყველგან ეს წერია, ყველგან ამას ამბობს ჩვენი ღმერთი. ამიტომ დადე იმედი იესო ქრისტეზე. დიდება ჩვენ უფალს და ამის რწმენა, რომ წერია მოდის მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა ღმერთის სიტყვისაგან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი, იმიტომ კი არა რომ რაღაცა მაქვს, იმიტომ რომ იესო ქრისტეში არის ჩემი რწმენა და მწამს ჯვარცმის, მწამს რომ გოლგოთის ჯვარზე იესო ქრისტე პირადად ჩემი ცოდვების გამო მოკვდა, მის ჭრილობებში ყველა ჩემი დანაშაული წავიდა და მისი სიწმინდე გახდა ჩემი საკუთრება. ამის გამო, რომ მე საჩუქრად მომცა იესო ქრისტემ, იმიტომ კი არა რომ მე კარგი ვარ, იმიტომ კი არა რომ მე რაღაცეები კარგად გავაკეთე, იმიტომ კი არა რომ კარგი ბუნება მაქვს და სხვისთვის ცუდი არ მინდა, არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე შეენაცვლა ჩემს მაგივრად მოკვდა და მისი ძვირფასი უმწიკლო სამართლიანობა საჩუქრად მომცა მე და ამ საჩუქრის გამო მამის წინაშე რო ვდგები ვარ მართალი. დიდება იესოს და რადგან ეს მწამს ვიცი, როდესაც წარსდგები და შემხედავენ არა როგორც მე პიროვნებას ზაალის, არამედ შემხედავენ როგორც იესო ქრისტეს ჩემში, რომელიც ჩემთვის მოკვდა ჯვარზე. დიდება უფალს. თქვი, მე მწამს იესო ქრისტესი, მე მწამს მისი ჯვარცმის, მე მწამს ჩემი გამართლების იესო ქრისტეში. დიდება უფალს. მოდით წამოვდგეთ ძვირფასებო, წამოვდგეთ ჩვენი უფლის წინაშე ვილოცოთ.